ამიტომაც საქართველოს მთავრობასთან ახალ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს. ამ შესახებ BMG-სთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი პროგრამა არ მოუთხოვია. ის რომ ამ დროისათვის IMF-თან ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, გვიდასტურებს ფინანსთა მინისტრის მოადგილეც გიორგი კაკაურიძე. არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პროგრამის დაწყება არც მოითხოვოს. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა როგორც სავალუტო ფონდის, ასევე გიორგი კაკაურიძის შეფასებები და ის პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა, გისმენთ. ნინო, მოგესალმები. როგორც ცნობილია, სავალუტო ფონდთან არსებულ სამწლიან პროგრამას, რომელიც დღეს მდგომარეობით შეჩერებულია, ივნისში გასდის ვადა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით, მიმდინარეობს თუ არა ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის ახალ პროგრამაზე მოლაპარაკება. როგორც ჩვენი კითხვის პასუხად, სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან ახალ პროგრამასთან დაკავშირებით არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს, რადგან ამ ეტაპზე მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი პროგრამა არ მოუთხოვია. ჩვენ გვქონდა სამწლიანი პროგრამა საქართველოსთან, ის 2022 წლის 2 ივნისს დაიწყო, ასე რომ ეს პროგრამა 2025 წლის ივნისში იწურება. ამ ეტაპზე ახალ პროგრამაზე არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს, საქართველოს ხელისუფლებას არ მოუთხოვია ახალი პროგრამა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ჩართულობას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყველა წევრთან. ვფიქრობ, რომ გვექნება ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის მისია სხვადასხვა საკითხების განხილვისათვის. აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა IMF-ისგან ახალი პროგრამის მოთხოვნას. ამ კითხვით ჩვენ უკვე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მივმართეთ. გიორგი კაკაურიძე გვიდასტურებს, რომ ამ ეტაპზე მთავრობას არ მოუთხოვია ახალი პროგრამა და ის გიორგი კაკაურიძე ასევე არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წელს შესაძლოა საქართველოს ახალი პროგრამა არც მოითხოვოს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე სავალუტო ფონდთან უნდა მოხდეს შეჯერება თუ რა რეფორმებზე შეიძლება გაკეთდეს აქცენტი უკვე ახალი პროგრამის ფარგლებში. მინისტრის მოადგილე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სავალუტო ფონდთან პროგრამა თვითმიზანი არაა და ის კონკრეტულ რეფორმებზე უნდა იყოს დაფუძნებული. გავივლით იმ შესაძლო რეფორმებს, რაც შეიძლება ჩვენს დღის წესრიგში დადგეს. ამის შემდეგ, როცა გავაანალიზებთ თუ რა რეფორმებზე შეიძლება დაეფუძნოს ახალი პროგრამა, ჩვენ პროგრამა არც წინა პროგრამა და არც იმის წინა პროგრამა, არც ახალი პროგრამა არ გვექნება ფულისთვის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროგრამას მოყვება დაფინანსების შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ გახსენებათ IMF-დან არაერთი პროგრამა ისე დავასრულეთ, რომ თანხის წამოღებაზე არ ქონია, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი აქ რეფორმების ნაწილი იყო და რეფორმებში მათი მხარდაჭერა. შესაბამისად, ეხლა ჩვენ უნდა ჩამოყალიბდეთ დღის წესრიგი რეფორმების. ამის შემდგომ ალბათ შეიძლება გამოიკვეთოს რაღაც მიმართულებები, რომელზეც შეიძლება დაეფუძნოს პროგრამა. შესაბამისად, სანამ არ იქნება ეს მეოთხე მიმოხილვის დასრულებული, მეოთხე მიმოხილვის მისია სანამ არ დასრულდება, მანამდე პროგრამაზე საუბარი არის ნაადრევი. ამის შემდგომ უკვე ჩამოყალიბდეთ კონკრეტულ რეფორმებზე და ამ რეფორმებს უნდა დაეფუძნოს პროგრამა. თუ იქნება რეფორმები ისეთი, რომელსაც დღის წესრიგში დადგება და გასაკეთებელი იქნება და დაგჭირდება ამაში სავალუტო ფონდის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა მოვითხოვთ. თუ არ დაგჭირდება, შეიძლება წელს არ მოვითხოვოთ და მოვითხოვოთ იმ პერიოდში, როცა ამ რეფორმების განხორციელება დაიწყება. ჯერ უნდა გამოიკვეთოს რა მიმართულებით უნდა გავახორციელოთ რეფორმები. სად არის ის ნაკლოვანებები, სადაც შეიძლება რომ რეფორმები აუცილებლად გასაკეთებელი იყოს ქვეყანაში. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სავალუტო ფონდთან არსებული სამწლიანი პროგრამა 2023 წლიდან შეჩერებულია. ამის მიზეზად კი სახელდებოდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებული კითხვები, ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, კერძოდ სავალუტო ფონდს და მთავრობას შორის გარკვეულწილად განსხვავებული ხედვა ჰქონდათ, როგორი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და მფლობელობა. სახელმწიფო საწარმოების მფლობა დღეს მდგომარეობით ისეა დარეგულირებული, როგორც IMF-თან იყო შეთანხმებული. ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი კაკაურიძე, თუმცა ის აცხადებს, რომ არსებული ფორმა და ფლობის სისტემა შესაძლოა საუკეთესო პრაქტიკა არ იყოს. სებთან დაკავშირებით რაც იყო ის დროებითი ნორმა, ის დღეს უკვე აღარ მოქმედებს და სებთან დაკავშირებით თავი პრობლემა იყო, რომ აღმასრულებელი მოადგილე, ანუ აღმასრულებელი ნაწილი ევროსაბჭოს წევრებისა უფრო მეტი იყო, ვიდრე არა აღმასრულებელი. ეს დღეს მდგომარეობით ეს პრობლემას მოგვარებულია. სახელმწიფო საწარმოების ფლობაც ზუსტად ისე არის დღეს მდგომარეობით, მთავრობის განკარგულებით დარეგულირებული, როგორც მისიასთან იყო შეთანხმებული. 50% ფინანსთა მინისტროს და 50% ეკონომიკის სამინისტროს
ფინანსამისტროს. თუმცა ეს სამსჯელია, რამდენად სწორია ეს პრაქტიკა, ამაზე ალბათ ერთ-ერთი მიმართულება ეს იქნება, რაზეც ვიმჟერებთ სავალუტო ფონდთან, იმიტომ რომ პრაქტიკა მაჩვენა, რომ არ არის თლად ეფექტური ეს 50%-იანი წილის გაყოფა, შეიძლება ფინანსამისტროს როლის სხვა ნაწილში უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე აქციონერის ნაწილში და ამიტომ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. არსებული პრაქტიკიდან შეიძლება კიდევ დამატებით კონსულტაციები გქონდეს სავალუტო ფონდთან და ამის შემდეგ საბოლოო ჯამში მივიღოთ გადაწყვეტილება ფლობაზეც და ფინანსამისტროს როლის სხვანაირად გაძლიერებაზეც. როგორც გიორგი კაკავაძემ ჩვენთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, IMF-ის მისია საქართველოში ვიზიტს ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის ფარგლებში გეგმავს მაისის ბოლოს და შესაბამისად უკვე აი მისიის ფარგლებში და მოლაპარაკებების დროს გაირკვევა შესაძლოა თუ არა რომ უკვე ახალი პროგრამა ქონდეს საქართველოს მთავრობას სავალუტო ფონდთან. მადლობა ნუცა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველოსა და სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობა, ნუცა შუბაშვილი საუბრობდა.